ჩეხეთი არის კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც აღასრულებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას და უვიზო მიმოსვლას უჩერებს საქართველოში ოფიციალურ პირებს, დიპლომატიური პასპორტის მქონე მაღალჩინოსნებს. ეს გადაწყვეტილება ინფორმაცია თავად ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩეხეთის მთავრობამ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია საქართველოში, შეავიწროვა სამოქალაქო სექტორი თუ გადადგა ნაბიჯები დემონსტრანტების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის დროს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო ევროკავშირმა და სხვა არაერთი სახელმწიფო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას. რაც ეხება თუ ვის ეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი, ეს არის დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს ოფიციალური პირები, რომლებიც ამ დრომდე მოგზაურობდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, მართავდნენ ოფიციალურ შეხვედრებს, იღებდნენ სამიტებში მონაწილეობას. ესენი არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ანუ ყველა, ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტი და უსარგებლია ამ პრივილეგიით, ახლა მათ მოუწევთ ვიზების აღება იმისთვის, რომ ჩეხეთის ტერიტორიაზე მოხვდნენ. თავად ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს არის მათი მთავრობის პასუხი ქართული ოცნების პოლიტიკაზე. დღეს მთავრობამ დაამტკიცა ჩემი შეთავაზება, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ეს არის ჩვენი პასუხი ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, დემონსტრაციების შეზღუდვასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. ეს ზომა საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ევროკავშირი განიხილავს როგორც ბერკეტს, რომ მათ გააძლიერონ წნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე, თუმცა ეს არ არის ერთადერთი გზა, რომელსაც ისინი მიმართავენ ქართული ოცნების მიმართ. უკვე დიდი ხანია პოლიტიკური კონტაქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან არის შეწყვეტილი და ამის დასტურია ასევე ის სიახლე, რომლის მიხედვითაც ევროკომისარი გაფართოების ფარგლებში, საკითხებში მარტა კოსი კავკასიაში ვიზიტს დაასრულებს ისე, რომ თბილისს არ ეწვევა. ის დღეს აზერბაიჯანში ჩავა, ბაქოში შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს, ოფიციალურ პირებთან საუბარი ექნება ერევანშიც და კავკასიაში, საქართველოში ის ოფიციალურ შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან არ გამართავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს საკუთარ როლს კარგავს არა მხოლოდ ტრიოში, უკრაინასთან და მოლდოვასთან, არამედ რეგიონშიც, რადგან ამ დრომდე არასდროს ყოფილა ევროპელი ლიდერების ვიზიტი დასრულებული იყო კავკასიაში ისე, რომ მათ არ ქონოდათ შეხვედრა თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლების იზოლაცია გრძელდება და მათი მცდელობის მიუხედავად ისინი ვერ ახდენენ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის ნორმალიზებას, ერთის მხრივ მათი დასანქცირება და მეორეს მხრივ მათთან საუბრის გაწყვეტა არის სწორედ ამის დასტური, ამბობენ ოპოზიციაში და ასევე მიანიშნებენ, რომ ეს არის ხელისუფლების გამიზნული პოლიტიკის შედეგი. სანქციები ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომელიც მუშაობს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აუცილებლად გადაახდევინებენ პოლიტიკურ ფასს ივანიშვილის დამნაშავე ავტოკრატიული რეჟიმის ყველა წევრს იმის გულისთვის, რომ მათ საქართველო და ქართველი ხალხი მოწყვიტეს ევროპულ ორბიტას. რეგიონში დასაყრდენი ხდება უკვე სომხეთი და აზერბაიჯანი, ხოლო საქართველო იმის წყალობით, რომ ქართულ ოცნებას აქვს ანტიდასავლური და პრორუსული, პროჩინური და პროირანული პოლიტიკა, გახდა სამწუხაროდ უკვე აუთსაიდერი ქვეყანა. არამედ თავად რეგიონში, სადაც ლიდერები ვიყავით, დღეს ჩვენ უკვე არავის აღარ ვახსოვართ, იმიტომ რომ ოცნება თავად ცდილობს ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, რომ შეინარჩუნოს რაც შეიძლება დიდი ხნით ძალაუფლება, მაგრამ აქციები უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, ოცნების მაღალჩინოსნებს, ვინც უშუალოდ და პირადად არიან პასუხისმგებელი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებაზე და რა თქმა უნდა, ეს სიკეთე რაც არის უვიზო მიმოსვლა ქართულ ხალხს უნდა შეუნარჩუნდეს. იქნებიან თუ ამერიკელები იქნებიან, ჩამოდიან კავკასიაში, აქვთ შეხვედრები ჩვენს მეზობლებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან, მაგრამ საქართველოს არ იმჩნევენ საერთოდ, ძალიან ნათლად მიუთითებს იმას, რა პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას აწარმოებს რუსული ოცნება ამ 13 წლის განმავლობაში. ასევე ის ფაქტი, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ დიპლომატიური პასპორტები გააუქმა საქართველოში, ესეც ნათელი დადასტურება არის რეალურად ამ საერთაშორისო იზოლაციის. მათი სანქცირება ნიშნავს იმას, რომ სანქციების პოლიტიკა არა თუ შეჩერდა, დაპაუზდა ან შენელდა
და არამედ პირიქით კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ასევე ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან ერთად უკვე ცალკე აღებული ჩეხეთის სახელმწიფო არ აღიარებს ქართულ ოცნებას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, როგორც ლეგიტიმურ მთავრობას, ვინაიდან მათ ჩამოართვეს ის პრივილეგია, რომელიც აქვს ზოგადად მთავრობის წევრებს, ანუ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს. ფართე სურათში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების იზოლაცია გრძელდება როგორც რეჟიმის და მეორე მხრივ ქართული ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკა კიდევ უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება. კიდევ ერთი გზა, რომელსაც ევროკავშირის სახელმწიფოებში განიხილავენ, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პროცესის შეჩერება, რომელზეც უახლოეს პერიოდში მოუწევთ ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს მსჯელობა და ვნახოთ რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. ქართული ოცნების პოზიციას კი უახლოეს საათებში მოვისმენთ, ისინი როგორ ხვდებიან ერთის მხრივ ჩეხეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც დიპლომატიური პასპორტის მქონეებს, ანუ მათ შეუჩერა უვიზო მიმოსვლა ჩეხეთის ტერიტორიაზე და ასევე რა პასუხისმგებლობას გრძნობენ იმის გამო, რომ პოლიტიკური კონტაქტების შემცირების გამო დღეს კავკასიის რეგიონში სახელმწიფოებს შორის საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც ევროპელი ლიდერები სტუმრობენ.